გამარჯობა, გიბრუნდებით Talkpoint-ის მორიგი ეპიზოდით, სადაც ჩვენი სტუმარი ფიტნეს ინსტრუქტორი მარიამ ძიძიგურია. დღევანდელი ჩვენი თემა კი არის ენერგია, პროდუქტიულობა და ძალა სამუშაო გარემოში. მარიამ, მადლობა პირველ რიგში, რომ გვესტუმრე და დროს გვიწმობ. მჯერა რომ საკმაოდ საინტერესო თემა გამოგვივა და ეპიზოდი. და მინდა დავიწყო იმით და კითხოთო რატომ გძნობთ დაღლილობა საოფისე სამსახურებში, ოფისში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე თითქოს ლეპტოპთან ვზივართ, არაფერს არ ვაკეთებთ ესე ფიზიკურად, ენერგიას არ ვხარჯავთ, მაგრამ დღის ბოლოს მაინც გამოფიტულები ვართ. მოკლე პასუხი და ცალსახა პასუხი არის ის, რომ პასიურობა და უმოძრაობა ბევრად უფრო დამკლელი არის ორგანიზმისთვის, ვიდრე აქტივობაში ყოფნა, მაგრამ ეს რო ჩვენ ჩავშალოთ ახლა ფიზიოლოგიურ დონეებად, რამდენიმე ფაქტორი გამოვყოთ, ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება. პირველ რიგში, როცა მე ხანგრძლივ პერიოდში უმოძრავად ვზივარ, ესე დროს სისხლის მიმოქცევა მცირდება, გულისცემა მინელდება და კუნთები და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ჩვენს ხელში ტვინი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს. შედეგად უფრო მარტივად ვიღლები, ძილიანობა მერევა და ამიტომ გრძნობთ აი მოთენთილობას, რასაც დღის ბოლოს გრძნობთ ხოლმე. შეიძლება ენერგიას არ ვხარჯავდეთ, მაგრამ მაინც ჩვენი ორგანიზმი თავისას. კი, ჩვენი კუნთები, ჩვენ კი გგონია რომ ვზივართ და ვისვენებთ, მაგრამ რეალურად ჩვენი კუნთები არაზოს ისვენებს, აი ძილის დროსაც მუშაობს. თუ მე მიწევს მუდმივად ვერტიკალურ პოზიციაში ყოფნა იმის რომ ესე ვიყო და თან ეს ყველაფერი საოფისე პერიოდში არის, სადაც ყოველთვის მუდმივად თითქმის მოხრილები ვართ. ესეთ შემთხვევაში ჩემი ზურგის, კისრის და მხრების კუნთები მუდმივად მუშაობაში არის, რომ აი ეს პოზიცია შევინარჩუნო. სტატიკურად მუდმივად დაჭიმულობაში არიან. შესაბამისად, ეს თავის მხრივ იწვევს კუნთების გადაღლას, სპაზმებს, მძიმე მხრების შეგრძნებას და ასე შემდეგ. კიდევ რა მოსდის ჩვენს სხეულს, ესეც აი მაგალითად გრძელი რამდენიმე საათიანი სმენები არის. ხო, შეიძლება ზოგი 8 საათი მუშაობს, მაგრამ ვიცით, რომ 12 საათიც მუშაობს ადამიანი ერთ სმენაში და ესეთ დროს კიდევ რა მოსდის ჩვენს სხეულს. თუ ჩემი ცვლა მაგალითად გრძელდება 8, 12, უფრო მეტი ხანგრძლივ პერიოდში თუ გრძელდება, ესეთ შემთხვევაში გრავიტაცია ჩემს ხერხემალზე მოქმედებს იმაზე მეტად, ვიდრე უნდა იმოქმედოს წესით და რიგით. ამ დროს ხდება მალთაშუა დისკების გაუწყლობა, ასე რომ ვთქვათ. ანუ გამოიყოფა სითხე მალთაშუა დისკებიდან, რომელიც ამორტიზაციის უნარს კარგავს და მის გარშემო არსებულ ნერვულ დაბოლოებებს აწვება. ზუსტად ამიტომ ჩვენ გვგრძნობთ ყრუდკივილს წელის არეში, კისრის არეში და ეს ყველაფერი თუ ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა, შეიძლება რომ თიაქარსაც გამოვკრათ ხელი. ამასთანავე ჩვენს ორგანიზმში არის ესეთი სითხე, სინოვიალური სითხე ქვია, რომელიც გამოიყოფა მარტო მოძრაობისას და ზეთავს სახსარს. კი, ეგ უნდა მეკითხა. აი, წარმოიდგინე ჭრაჭუნა კარს რო გავზეთოთ, ხო იცი? აი, დაახლოებით ესე, მაგრამ ხა კარს გამოცვლი სადღაც რა, მაგრამ ეს მუხლებს ხო ვერ გამოცვლი პირობითად. შესაბამისად უნდა მოუვარო, ხა თუ საკმაო რაოდენობის სითხე არ მიიღე, თუ არ იმოძრავე, ფიზიკურად თუ იმოძრავე, მაგრამ სითხე არ მიიღე, მაინც მცირე არის შენი სინოვიალური სითხის რაოდენობა ორგანიზმში. თუ არ იმოძრავე, ესეთ შემთხვევაში ეს სითხე შრება, სახსრები მიუხეშდება და ცვდება. ოკეი. და ყველაზე ესეთი ამ დროს ალბათ რა ვიცი, სიარული, ისევ ამ სამუშაოს დროს თუ საშუალება გვაქვს გავიაროთ, ესეც რაღაც მხრივ გვეხმარება? მე ვფიქრობ, რომ საშუალება ჩვენ თვითონ უნდა მოვიძიოთ, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. მაგალითად, თუ 1 საათის განმავლობაში მე რაღაცას ვაკეთებ, რომ გავაკეთო 50 წუთი და ის 10 წუთი დარჩენილი, შემიძლია რომ უბრალოდ ავდგე, გავიარო, გამოვიარო, ფეხები ავწიო სწორად და დავატრიალო ტერფები იმისთვის, რომ სისხლმა მოძრაობა დაიწყოს. ჩვენი ფეხები ზოგადად ჩვენს ორგანიზმში არის როგორც მეორე გული. იმიტომ რომ ფეხის კუნთების შეკუმშვა ორგანიზმში ქვედა კიდურებში არსებულ სითხეს გადაისვრის გულის არეალისკენ. და მე თუ უძრავად ვზივარ მუდმივად, ეს ტუმბო ჩათვალე რომ არ მუშაობს და მიგროვდება ფეხებში სისხლი, სითხე
შედეგად ვიღებ დასწიებულ კოჭებს, დამძიმებულ ფეხებს და თუ ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა ეს წლები პირობითად, ხო? შეიძლება რომ ვენების ვარიკოზულ გაფართოებამდეც მივიდეთ. ამ ტერფების დატრიალებაში იმას გულისხმობ, ხო? როგორც გასახურება ვარჯიშს რო ვაკეთებთ, ხო? წვევები ამუშავდება. და მისცემს საშუალებას, რომ არსებული სისხლი ავიდეს გულის მიმართულებით. კარგი იქნება კიდევ სამუშაო პირობებში თუ პატარა გაწელვებს გავაკეთებთ. ფაქტობრივად ანუ დარესტარტებასავით მუშაობს ეს რა ჩვენი ორგანიზმის აი 50 წუთი რო ვიმუშავე და 10 წუთი რო ვისვენებ, ეს დასვენება არ უნდა იყოს დიდი ეკრანიდან პატარა ეკრანზე გადასვლა და სკროლა. ხო, ჩვენთან ასე თქვათ, გავრცელებული ფორმა დასვენების არის ერთი PlayStation-ი, ერთი როგორც ხედავ ასეთ ტენისის მაგიდა და ალბათ მისასალმებელია თუ ამას გავაკეთებ. ეს ფიზიკური აქტივობა. თუ ამას გავაკეთებ, ანუ ნაკლებად რეკომენდებულია PlayStation-ები და შეიძლება board game-ების ვარიანტიც არის ხოლმე ესეც რაღაცა პატარა ცოტა ხნით. მაგრამ შეცდომები რასაც უშვებენ ამასთან ერთად ამაზეც რო ვისაუბროთ ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ, აი სამუშაოზე ესეთ გარემოში, ასე მით უმეტეს ეს წმენები, ისა 8 საათი რო ვართ ლეპტოპთან, კომპიუტერთან, ამ დროს რა შეცდომები შეიძლება დაუშვათ ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ. ამ საყაროში ყველაფერს ხო თავისი ქცევის წესები აქვს, თავისი ეთიკა აქვს და ესეთი ეთიკა აქვს ზუსტად ჯდომასაც. რომელსაც არავინ არ ასრულებს. ზოგმა არ იცის, ზოგმა უარყოფს. კი. მეც არ ვიცი. გვიტყე. და მეც სხვა შორის მიჭირს ხშირ შემთხვევაში დაცვა, რომ გამომახსენდება წამოხმო. ხო, ერთი გაიმართე და კიდევ რა არის? ეს ჯდომის ეთიკაში კიდევ რა მოიაზრება? ჯდომის ეთიკაში მოიაზრება მაგალითად ჩემი ორგანიზმი ჯდომის დროს უნდა ქმნიდეს 3-90 გრადუსიან კუთხეს. მაგალითად, ეს თუ საოფისე ჯდომა არის, ესე რომ დავარქვათ საოფისე ჯდომა. ჩემი მონიტორის ეკრანის ზედა ნაწილი ჩემი თვალის პარალელურად უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მე კი ისე მიმდის წინ. და როგორც წინა კითხვაში ვახსენეთ, ჩემი კუნთები მუდმივად მუშაობს და დაძაბულია და როცა ეს ცვლა გრძელვადიანი არის, ასეთ შემთხვევაში მეღლება კი კუნთები. და მე როცა ამას ვაკეთებ, აქ უკვე მიორმაგდება დატვირთვა კისრის კუნთებზე. სკამზე ჩასრიალებაც, აი წოლა ჯდომას შორის სადღაც. ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ძალიან მალე მივუკაკუნო მალთაშუა თიაქარს, ვიდრე ზოგადად. პირდაპირ ბილეთს ვიღებ ჩათვალე რომ აი თიაქრის ჩარტერული თიაქრი. კი, პირდაპირ თიაქრისკენ მივიხწვი. ეს შესვენებები მაგალითად ერთი ჯდომა გავიგე, ჯდომას შევეხეთ. კი, აი ნახე, მე უნდა ვიჯდე რეალურად როგორ. როცა საოფისე მაგიდასთან ვზივარ. აი ესე. იმიტომ რომ არ დამეღალოს მხრები და აქ უკვე იქნება 90 კუთხე, გრადუსი კუთხე. ფეხები უნდა მქონდეს მყარად, რომ აქაც 90 კუთხე შეიქმნას და ესე რომ ვზივარ სკამის კიდეში უნდა ვიჯდე ღრმად დამყარად. გასაგებია. და ამასთანავე რეკომენდირებული არ არის ჯდომისას ფეხის ფეხზე გადადება, აი ეს მიყვარს მე მაგალითად ფეხების გადაჯვარედინება სკამს უკან და ესეც არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ მენჯის არეში სისხლის მიმოქცევა ესეთ დროს მცირდება. ამიტომ კარგი იქნება თუ ნელ-ნელა ეტაპობრივად ეხლა 5 ჯერ დაგვავიწყდება, 6 ჯერ დაგვავიწყდება, მაგრამ ოდესღაც აი ესე ვიჯდებით. ხანდახან გავახსენდება და ესეც კარგია ალბათ რა. კი, შვებაა ერთგვარი შენი ორგანიზმისთვის. მით უმეტეს 8 და 12 საათი როდის ხარ, ხანდახან თქვა საათში ერთხელაც რო გაგახსენდეს, ალბათ რაღაცა დადებითი ეფექტი ექნება. ჩვენთან ესე იგი შესვენებების თემასაც მინდა შევეხო, იმიტომ რომ თავიდან რაც პატარა გაწევუებიც ახსენე. და მაგალითად ხა 10-15 წუთი ბევრს ვიცით რომ დღესდღეობით განსაკუთრებით დრო არ გვაქვს, ხო? არავის მე მგონი დრო თითქმის არავის არ აქვს, როცა არ უნდა დაგჭირდეს, მაგრამ და მაგრამ კი არა და ესეთ სიტუაციებში ხშირად გვინდა რომ აი სწრაფი ვარჯიშის რაღაცა გამოსავალი მოვძებნოთ. და 10-15 წუთით გვინდა რომ ყველაფერი, ასე ვთქვათ, ჩვენი ჯანმრთელობაც პიკში იყოს, კარგ ფორმაშიც ვიყოთ და ასე შემდეგ.
თუ არის 10-15 წუთი, 10-15 წუთიანი ვარჯიში დღეში რეალურად საკმარისი და ესეთ შემთხვევაში რა ვარჯიშებს გვირჩევდი? 10-15 წუთი სრულად საკმარისია იმისთვის, რომ მე ჩემი მეტაბოლიზმი ავამუშავო, სისხლის მიმოქცევა უფრო გავიძლიერო და უბრალოდ ტონუსში ვიყო და ჯანმრთელად ვიყო. პირობითად მე 15 წუთის განმავლობაში მაღალი ინტენსივობის ვარჯიში გავაკეთვან წრიული მოძრაობები, წრიულ მოძრაობებში იგულისხმება 1 წუთის განმავლობაში 45 წამი ვივარჯიშო, გავჩერდე 15 წამი დავისვა და ესე გავაკეთო 15 წუთის განმავლობაში. ეს არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებულ დროს მოითხოვს. ახლა არიან ადამიანები, რა თქმა უნდა, ვინც 2-3 სამსახურში მუშაობს, იქით ბავშვები ყავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათაც კი შეუძლიათ, რომ ეს 15 წუთი გამონახონ საკუთარი ჯანმრთელობისთვის. და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორი ვარჯიშები არის მე ვფიქრობ იდეალური ამ 15 წუთში ჩასატევად. მრავალსახსრიანი ბაზისური ვარჯიშები, როგორც არის სკვათები, ბუქნები, იმისთვის რომ დავტვირთოთ ჩვენი ფეხის კუნთები, საჯდომი კუნთები, კარგი იქნება აზიდვები, მკერდისთვის და მხრებისთვის, პლანკა ქორისთვის და პრესისთვის, ანუ ამ ყველაფერს არ ჭირდება რაღაც სასწაული დრო. ეს შეგიძლია ჩასვა 15 წუთში და შენი კუნთოვანი სისტემაც და შენი კარდიო სისტემაც აამუშაო. და ეს სრულიად საკმარისი არის იმისთვის, რომ მე თავი ჯანმრთელად ვიყო და ვიგრძნო და ვიყო ტონუსში. ასეთ შემთხვევაში სრულად საკმარისია, მაგრამ ნახე, აქ მეორე მაგრამ არის. თუ ჩემი მიზანი მნიშვნელოვანი ჰიპერტროფია არის და კუნთის მასის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის ვარჯიშები, რომელიც სპეციფიურ დატვირთვას მოითხოვს და ამასთანავე დასვენების ცოტა დიდი ინტერვალებს სეტებს შორის. და ამ ყველაფერს ფიზიკურად 15 წუთში ვერ ჩაატო და თუ არჩევანი არის საერთოდ არ ვარჯიშს და 15 წუთს ვარჯიშს შორის 100%-ით 15 წუთი ბევრად უფრო ემუშავებს. ანუ საბოლოოდ ეს 15 წუთი მიგიყვანს ჩვევამდე და ვფიქრობ, რომ შემდეგ უკვე ბარიერებიც მოგეხსნება, აღარც დაგეზარება, 15 წუთი არ არის რაღაც სასწაული დრო, რომ ვერ ივარჯიშოს ადამიანმა. შეგიძლია რომ პიჟამოებით სახლში ივარჯიშო. არ დაარქვა ვარჯიში, აქტივობა. ეხლა ჩვენი თანამშრომლებისთვისაც და არა მარტო პრინციპში, რა ვიცი, საოფისე გარემოში არის, პატარა შესვენება აქვს, იქ ვახსენეთ ბუქნები, ნავახსენეთ პლანკები, მაგრამ შეიძლება ეხლა საოფისე სივრცეში აქ გამოხვიდე პლანკები აკეთო, შეიძლება ცოტა ის იყოს რა. რამე ისეთი ვარჯიშს ხო არ ურჩევდი, რა ტიპის ვარჯიშის კეთება შეგვიძლია ასეთ დროს რა, რომ სხეულიც გადავტვირთოთ, რაღაც გონებაც გადავტვირთოთ, შეიძლება ვიცი, ხტუნაობა იყოს ან რამე მსგავსი. ამ ხრივაც თუ შეგიძლია რომ გვირჩიო რამე კონკრეტული ვარჯიშები. მთავარია რომ დარესტარტდეს ესეთ დროს სხეული, გაკეთდეს ბაზისური გაწელვები, საერთოდ არ არის ამისთვის საჭირო რაღაც ხალიჩები და რაღაც მსგავსი ატრიბუტიკა, რომ მოიმზადო სავარჯიშოდ რა. მხრების წრიული გადატრიალება წინ და უკან, კისრის ნახევარ სფერული გადატრიალებებიც საკმაოდ ეფექტური არის. მხრების გახსნა, ასე რომ ვთქვათ, აი წავიღოთ ხელები ზურგს უკან, შევკრეთ მჭიდროდ და მკერდი გამოვწიოთ წინ. ანუ ეს ვარჯიშები, რამდენჯერმე რომ გავაკეთოთ, გაგვინეიტრალებს დღის განმავლობაში მიღებულ სტრესს. ასევე ძალიან კარგი იქნება თუ გავაკეთებთ ტორსის მობრუნებას სკამზე. ტორსის მობრუნება რას ნიშნავს? დავჯდეთ სწორად სკამის კიდეზე, ცალი ხელი გადავწიო და მოვკიდო საზურგეს. და გავატრიალო ტორსი. 15 წამი გავჩერდე ესე და შემდეგ იგივენაირად მეორე მხარეს. რამდენჯერმე გააკეთეთ ეს? არ არის აუცილებელი რომ მთელი დღეს აკეთეთ. ზოდა წელში გახსნაში თუ ეხმარება, ჰა? კი, რა თქმა უნდა. დღის განმავლობაში მიღებულ სტრესს, ფიზიკურ სტრესს გულისხმობ აქ უკვე. დაგიწევთ დაბლა და გაგინეიტრალებთ ასე თუ ისე. და ბევრად უფრო კარგად იგრძნობთ თავს აი ამ მოძრაობების შესრულების შემდეგ, ვიდრე საერთოდ რა შესრულ იმ შემთხვევაში. ბატონო. ეხლა შემდეგი კითხვა ცოტა უცნაური მაქვს ფიტნეს ინსტრუქტორისთვის, მაგრამ უნდა გკითხო, მართლა გჭირდება თუ არა სპორტ დარბაზში სიარული ფორმაში ყოფნისთვის? არა რა? არა. მართლა არ მჭირდება. მოკლე პასუხია რომ მართლა არ მჭირდება. ნახე ჩემმა კუნთებმა რეალურად საერთოდ არ იცის მე ესე სპორტ დარბაზში მყავს წაყვანილი პარკის ტრენაჟორებზე ვავარჯიშო. ერთადერთი ჩემ კუნთებს ესმის არის დატვირთვა და წინააღობა. მეტი ამათ არაფერი არ იციან.
ცოტა ისე გამომდის მართლა, მაგრამ რეალურად ესე არა, ეს ესმის მარტო ჩემს კუნთებს. შესაბამისად ვიღაცას შეიძლება რაღაც კომპლექსი ქონდეს, რომ ვიღაც სხვანაირად შეხედავს, ანუ ეგ ხშირია სხვათა შორის, რომ აი სხვების მზერის გამო თავს არიდებენ დარბაზში სიარულს, ვიღაცას ბარიერები აქვს, რომ ეზარება, აი აქ უკვე შეგვიძლია ეს 15 წუთის შემოყვანაც, რომ აი სახლში დაიწყეთ ამ 15 წუთით. რა არ არის საჭირო ის დარბაზში წახვიდეთ და პირდაპირ 20 კილოიანი ჰანტელებით ვარჯიშოთ რა. ჩემი სხეულის წონა ძალიან ბევრს გამიკეთებს, თუ მე მინდა მართლა ვარჯიში. და სახლში ცხოვრა. ბევრი ვარიანტია, რითიც შეგვიძლია იგივე დატვირთვა. თან ნახე როგორ რაღაცა ფსიქოლოგიურადაც რა. ეგ ერთი რომ ბარიერი მეხსნება სახლში ვარჯიშით პირობითად ან არ აქვს არსებითი მნიშვნელობა სად ვარჯიშობ, სადაც თავს კომფორტულად ვხსნებ ხო? მეორე დღესდღეობით, როცა არ არის დაბალი ფასები ამ ქვეყანაში, თანხას ვზოგავ. თან საკმაოდ დიდ. კი. ზოგ შემთხვევაში მაგრამ აქაც თუ ახლა ჩემი მიზანი არის ისეთი ჰიპერტროფია, რომ შეშურდეს ხალხს, ამას ფიზიკურად სჭირდება რაღაც დიდი წონები, 40-50 კილო შტანგები, ჰანტელები და ამასთანავე აქაც უკვე ფსიქოლოგია შემოდის, რომ ჭირდება გარემო, სადაც მე იმ რითმს ავყვები. ხო, თან ბევრს არ შეუძლია, ხო, ახლა მაგალითად სახლში თავისი თვარჯიში. აი, ზოგს უნდა დარბაზი, ზოგს უნდა ტრენერი, რომ დაუდგეს და დააძალოს. ეს ფენომენი მე პირადად ვარ, ვერ ვიგებ ამ ფენომენს, რატო გჭირდება შენთვის, როცა თან შენ გადაწყვეტილებით რომ მიდიხარ, კიდე რომ დაგაძალონ ვარჯიში. ახლა ეს ვფიქრობ, ხო არის რაღაც ფსიქოლოგიური, იმიტომ რომ მე სახლში ფულს არ ვიხდი. ხო, კი. აი YouTube-ის ვარჯიშებს ხალხი რო იწყებს და სამ დღეში რომ ამთავრებს ეგრევე. ანუ რატო? იმიტომ რომ YouTube-ის ვარჯიშებში ფულს არავინ იხდის. ხო, ნუ მაგას აქვს კი ამ ფინანსური მას აქვს თავისი ის, რომ რაღაცა ფსიქოლოგიური ის, რომ გადახდილი გაქვს ფული და რაღაცა ჩადებული გაქვს ინვესტიცია და ამას უნდა მიყვებოდე. კიდე და მე ისე ჩვევი რომ უკვე აი, შენც ახლა არის მოსწავლეები, ბევრი მოსწავლე ყავს დარწმუნებული ვარ და არის ისეთი მომენტები, ხა მეც ხშირად ვაწყდები ხოლმე დარბაზში, რომ ეს ტრენერი მაინც აი არ მინდა წავა, დღეს წავა, აღარ მინდა, ცოტას გავაკეთებ და სამი ბევრია. აი ამ შემთხვევაშიც აი ეგეც ცოტა გაურკვეველი. აქ ნახე რა ხდება. მაქსიმალურად ცდილობს მოსწავლე, მეც ვიყავი მსგავს პოზიციაში და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ჩემი შესაძლებლობები დამეზოგა. და არ დავღლილიყავი კომფორტის ზონიდან არ გამოსულიყავი და შენ ის ადამიანი, რომელიც შენს ჯანმრთელობას იბარებს, პასუხისმგებელია იმაზე, რომ შენ ამ კომფორტის ზონიდან გამოგიყვანოს, აგიაქტიუროს შენი ორგანიზმი და ჯანმრთელად იყო, ჯანმრთელად იცხოვრო. თუ ეს არის, რა თქმა უნდა, შენი მიზანი. ესე დროს ადამიანი არ დაანებებს თავს უბრალოდ ვარჯიშს. თუ მიზანი გაცნობიერებული აქვს, რომ მისი მიზანი ჯანმრთელობაა, საერთო ტონუსი არის, რაც ცხიმის ბალანსის ნაკლებობა, ასე რომ ვთქვათ, ესეთ დროს ამ ყოველს ვაცნობიერებ, არ გჭირდება რაღაც დამატებითი ბონუსები და ბიძგები რა, მაგრამ სანამ აქამდე მიხვალ. თავიდანვე გაცნობიერებული ხო არ გვაქვს ადამიანებს ეს. ამიტომ სანამ აქამდე მიხვალ, გჭირდება ვიღაც, ვინც ამ ყოველში დაგეხმარება, ვინც მოქმედებისკენ კი ბიძგებს. ამ შემთხვევაში შეიძლება კარგი იყოს ასე მეგობართან ერთად ვარჯიში, ვისაც ხედავ რომ აქეთ დამატებითი мотиваცია. არაჩვეულებრივი. საერთოდ ჯამში ვფიქრობ, რომ დარბაზი საერთოდ არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ მე ჯანმრთელი ვიყო, მაგრამ აქაც გააჩნია მიზნებს და პრიორიტეტებს. რა არის ჩემი მიზანი და რა არის ჩემი პრიორიტეტი. ეხლა თუ რაღაც ბოდიბილდერობა მინდა, არ გამომივახ დარბაზის გარეშე. თუ უბრალოდ ჯანმრთელად მინდა რომ ვიყო, შემიძლია სახლის პირობებშიც, ანუ უბრალოდ სიარული, ძუნძული. სიარული, ძუნძული. ამ ხრივ ერთი ასევე მაინტერესებს, აი სიარულს და სირბილს და ძუნძულს ბევრი, ასე ვთქვათ, ის მოსდევს რა, ცოტა საკამათო ამბავია, მაგალითად ცხიმისთვის რაღაცა სიარული უკეთესია, ვითომ ვიდრე სირბილი, ასე შემდეგ. მაგასაც რო შევეხოთ, რაღაც აი სიარულის ბენეფიტი სარგებელი, სირბილის და რა შემთხვევაში თუ არის ისეთი შემთხვევები, როცა მაგალითად არ უნდა დაიწყოს ადამიანმა სირბილით ვარჯიში და უნდა დაიწყოს სიარულით. ნახე რატო არ უნდა დაიწყოს ადამიანმა სირბილით ან სიარულით ვარჯიში. პირველ რიგში იმისთვის, რომ ძირითადად რისთვის მივდივართ ჩვენ დარბაზში, ხო? იმისთვის, რომ
ცხიმი დავიკლოთ. და იმისთვის, რომ ჩემმა კუნთებმა ეფექტური დატვირთვა მიიღოს, ამისთვის არის ძალიან კარგი გახურება, დინამიკური გახურება. მე რომ პირდაპირ სიარულით ან სირბილით დავიწყო გლიკოგენის მარაგი, კუნთებში არსებული გლიკოგენის მარაგი დამეცლება ფიზიკურად. და შესაბამისად ვარჯიშის დროს ისე ეფექტურად ვეღარ ვივარჯიშებ წონებით, როგორც პირობითად სხვა შემთხვევაში. ამიტომ ბევრად უფრო უკეთესი არის წონებით ვარჯიშის შემდეგ სიარული. აქ ახლა მიზანსაც გააჩნია ვის რა მიზანი აქვს, ვიღაცამ უნდა იაროს, ვიღაცამ უნდა იძუნძულოს. ამაზეც სხვათა შორის მე ვფიქრობ, ვისაც როგორ ურჩევნია ის უნდა გააკეთოს. მაგრამ სიარული და თან ინკლაინზე სიარული ბევრად უფრო კარგია, იმიტომ რომ ესეთ დროს ვარჯიშის მერე უკვე ცხიმის წვა მიდის. აი ამ დროს ორგანიზმი თავის დარჩენილ ენერგიასაც იყენებს. მაგრამ მე თუ ეს ენერგია დავხარჯე ბილიკზე დგომაში, იქ შემიძლია რომ აი წონებთან ორი ვარჯიში გავაკეთო და მოვითიშები სახლში წავალ. და დარბაზის და წონების გარდა უშუალოდ ამ სიარულს და სირბილს შორის არის კიდე რა განსხვავება, მაგალითად, არ ვიცი, ჭარბი წონის შემთხვევაში ან გამიგია რომ მაგალითად ჯერ კუნთები კარგად უნდა განივითარო და სირბილი მერე დაიწყო, რაღაც უფრო ივარჯიშო მოაძლიერო კუნთები და მერე ირბინო. ზოგადად რა, არა მარტო ეს დარბაზში. არის რაღაც აზრები გავრცელებული, ვინ როგორ აღიქვას, ვინ როგორ აღიქვას. პირადად ჩემთვის, ბაჭი ახლა ადამიანი თუ ჭარბწონიანი არის, გრძელვადიანად ვერ არბენინებ ამას. და პირდაპირ სირბილით, ინტენსიური სირბილით ვერ დააწყებინებ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან აეწიოს წნევა. და ვეღარც დაურეგულირო იმ მომენტისთვის და მოგიწევს რომ გაჩერდე. ყველაფერი იწყება ზოგადად მოძრაობით. მთავარი არის რომ იმოძრაოს ადამიანმა. და მერე ინტენსივობას შესაბამისად უმატებს. შენ ახ როგორც ფიზიკური აქტივობის, ჯანმრთელობის, ვარჯიშის ამბასადორი, ახლა ასე წარმომიდგენი ხარ. შენთვის რამდენად რეალური მიზეზია თუ გეტყვის ვინმე მაგალითად შენი მოსწავლე ან რა ვიცი, ზოგადად ადამიანები როცა ამბობენ რომ დრო არ მაქვს დავარჯიშოთ. აი, ვერ გამოვნახე დროს ავარჯიშოთ და უბრალოდ ესე არ აქტიურობს ფიზიკურად. ეს რამდენად არიან ადამიანები, ვინც მართლა დროს ვერ ნახულობს, ახლა წარ როგორც ახსენეთ, რომ ორი სამსახური, რაცა შვილები, ოჯახი, მაგრამ 5% არის დაახლოებით მსგავსი. დანარჩენი 95% მეც მithქვავს, რომ დრო არ მაქვს. და რატომ მithქვავს, რომ დრო არ მაქვს? ვიცი, იმიტომ რომ ეს უფრო კარგი მოსასმენი იყო ჩემთვის, ჩემივე თავისთვის უკეთესი მიზეზი იყო, ვიდრე ის, რომ აი ნებისყოფა არ მაქვს. გასამართლებელი საშუალება არის, აი საბოლოო ჯამში ყოველთვის გამონახავ დროს იმისთვის, რაც შენთვის მნიშვნელოვანი არის. კვირაში რამდენი საათია? ხო, აი რომ გამოვთვალოთ, რამდენ საათს გვძინავს, რამდენ საათს ვმუშაობთ, რამდენი საათი გვაქვს თავისუფალი დრო და ვარჯიშს რამდენი საათი ჭირდება. იმის რომ უბრალოდ ჯამშალად ვიყო რა, დაახლოებით 40 წუთი სრულად საკმარისი არის. 30-40 წუთი. და ეს რამდენია, ხო? 2 საათი, კაი თქვი. და კვირის განმავლობაში, აი ამ საათების განმავლობაში ეს 2 საათი პროცენტულობით 1%-იც კი შეიძლება არ იყოს და როცა მე ვამბობ, რომ ჩემი ჯანმრთელობისთვის 1% არ მაქვს დრო, აქ ფიზიკურად დროის ქონაში არ არის უკვე სხვა რაღაცეებში ეს აქ. და თუნდაც ის კომფორტის ზონა, რაც თქვი რომ ჩემ თავს ვაჯერებო, ეგეც აი რომ ეს კომფორტის ზონიდან არ გამოდიხარ. ზირთადად სად მიდის ეს დრო? ანუ იმას რო არ დაუთვე საწავირე ესე ხო წამოვწექი და აი ამას ვაკეთებ. ხო, რაღაცას უყურებ, კინოს, სერიალს. კი. ანუ იცი რომ ამას ძალისხმევა არ სჭირდება. ანუ აი ამაში ჩემი ტვინი არაფერს არ მთხოვს, რომ ესე გააკეთე. არა ვარჯიშს გამოვყავარ მე კომფორტის ზონიდან, წუხდები ესეთ მომენტში. შესაბამისად მირჩევნია რომ თქვა დრო არ მაქვს, ვიდრე ვთქვა რომ აი ნებისყოფა არ მაქვს. მიდგომაც შეიძლება რომ შეცვალოს ადამიანმა, კაი ერთხელი ტყვის დრო არ მაქვს, მორჯერი ტყვის დრო არ მაქვს, მაგრამ არასდროს არ გაქვს დრო, ესე იგი ცოტა სხვა პრობლემები არის. ამიტომ ჯობს რომ მიდგომა შევცვალოთ. არა ის რომ მე დრო არ მაქვს. არამედ ის რომ ეხლა ჩემთვის ვარჯიში პრიორიტეტია, იმიტომ რომ მე მთელი დღე ვიჯექი, მე დაღლილი კუნთებით მოძრაობ. აღარ შეუძლია ჩემს ხელს.
ამიტომ პირიქით ისე შეხედეთ ესეთ დროს ვარჯიშს, როგორც ბენეფიტი, დამატებითი რაღაც ჯილდო თქვენი ორგანიზმისთვის რა. არ დაარქვათ, აი, რავი, შეიძლება თვითონ სიტყვა ვარჯიში არის პრობლემა. უკვე რაღაც იმასთან ასოცირდება. ხო, რაღაც სიმძიმესთან და რაღაც ნეგატიურ კონტექსტში შეიძლება აღვიქვათ. მიმოძრაოთ უბრალოდ. აი ნახე, ჯანმრთელობის ბაზისი არსებობს ასეთი, რაც საკმაოდ მარტივად შესასრულებელი არის. და რა არის ეს ჯანმრთელობის ბაზისი? დღის განმავლობაში 8-9 წასნაბიჯი რო გადავდგა, სრულად საკმარისია იმისთვის, და ეს არის ოღონდ კვლევები დადასტურებული, ამას მარტო მე ან ვიღაცები არ ამბობს რა. ეს არის კვლევები დადასტურებული, რომ ეს ციფრი თვითონ ეს 8000 ნაბიჯი გარდამტეხია იმისთვის, რომ ჩემი მეტაბოლიზმი ამუშავდეს, სისხლის მიმოქცევა ნორმაში იყოს და ასე შემდეგ. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ რაღაც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს ეს ვარჯიში. კვების რაციონის გამოსწორება, კვების რაციონიც აი ამ ჯანმრთელობის ბაზისში შედის. იმიტომ რომ ნახე, ძირთად შემთხვევაში როგორ არის ხოლმე, რომ როცა ოფისში მომუშავე ადამიანები ძირთადად დილის პერიოდში ვერ იკვებებიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე აქვთ, ან დაავიწყდათ, დააგვიანათ და ასე შემდეგ. და ფაქტობრივად ხიათ დღის პირველ ნახევარში. და ეს თავის მხრივ მე იწევს საღამოს აი მაგარ შიმშილს, ძალიან ხშია, რა თქმა უნდა ჭამ. კი, რა თქმა უნდა ჭამ. ეს გინელებს მეტაბოლიზმს. მთელი დღის განმავლობაში მე რო ვიჯექი და არაფერი ვაკეთე. აი ამას რო ვაკეთებდი მარტო. ერთ-ერთი ესეთი ფერმენტი გვაქვს ჩვენ ლიპაზა. რომელიც პასუხისმგებელი არის ცხიმის წვაზე. ორიენტირებული არის ძირითადად ცხიმის წვაზე. მე თუ აი ამის გარდა აქტივობა არ მაქვს, კორტიზოლი იქ აწეული მაქვს, იქ ლიპაზა დამებლოკა, ფაქტობრივად ჩემი ორგანიზმი ენერგიას ვერ ხარჯავს ფაქტიურად, ანუ წვეთს კალორიების წვას. შესაბამისად, მე ამ ყველაფერს უნდა დავეხმარო. მაგალითად, ნახე, ყველაზე მთავარი რა არის, რომ მე დღის განმავლობაში ამ საუზბეკი დამავიწყდა, მაგრამ დღის განმავლობაში აქ შოკოლადი მინდოს, იქ ჭირი მინდოს, იქ ჩიფსი მინდოს და წინ მინდოს კომპიუტერი, მე ვმუშაობ და ვაკეთებ ამას. გაუაზრებოთ თან კი, და ჩემი ტვინი ამ დროს მუშაობს და აი ამ პროცესს საერთოდ ვერ აღიქვავს და შედეგად მე ვერც ნაყრდები დღის განმავლობაში ვიღებ იმაზე მეტ ენერგიას, ვიდრე რეალურად მჭირდება და ვრჩები დამძიმებულიც და ვერც ვამუშავებ ჩემს ორგანიზმს შესაბამისად. ამიტომ კარგი იქნება თუ კვების მხრივ ცილას დავა პრიორიტეტად ყოველთვის. საუზმე, სადილე, ვახშამი, ყველაფერი იქნება ცილა, იმისთვის რომ ეხლა მარტო ცილა კი არ ვჭამოთ, ხორცს და კვერცხს არ გადავყვეთ, ანუ იქ ბალანსი უნდა იყოს. ცილა ამიშენებს კუნთს, დაიცავს ამ ჩემ კუნთს და მუდმივად დანაყრებაში ვექნები. ეს შენი ჯანმრთელობის ბაზისის მეორე პუნქტი, ესე რომ ვთქვათ. და მარტო მომწეს სითხე. ყავა და ჩაი კარგია. მე მიყვარს. მაგრამ ზეითად არის შარდენები. კი, და სითხესაც არ გვინდა. კი, და თან ჩვენი სინოვიალური სითხე როგორც ვახსენეთ, თუ წყალი არ მივაწოდეთ ჩემს ორგანიზმს, მიმცირდება. ამიტომ კარგი იქნება თუ წყალს ლიტრა ნახევარს მაინც მივიღებთ. ესეთ შემთხვევაში სითხეში წყალი არის უკონკურენტო. აი, ნამდვილად. და ასევე შეეხება პასიურ დასვენებასაც, თუნდაც ის წამოწოლოს ქროვა, ამ ყველაფრის მერე თუ ეს ენერგიას მივიღე სასუსნავებით ესა და მე პლუს კიდე პასიური დასვენება ვარჩიე, ეს ენერგიას ვერსად მიდის, შესაბამისად მე ის ცხიმების მომატებას ალბათ ამ შემთხვევაში უფრო მეტად ხდება. მაგრამ რეალურად აქ ხშირად უშვებთ ხოლმე, ასე მგონია შეცდომას, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაშიც პასიურ დასვენებაზე მეტად მით უმეტეს აი სამსახურის მერეც დაღლილი, დასტრესილი თუ არ და რაღაცა ეს გრძნობ გაღიზიანებული ვარ, პირიქით ეს ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა, ვითომ რომ უფრო ვიღლები, პირიქით ამ დროს უფრო დასვენებული გამოვდივარ. ამ პასიურ და აქტიურ დასვენებასაც რომ შევეხოთ და რატომ და მივდივარ ისევ იმ კითხვამდე თუ რატომ აქვს ადამიანებს, ანუ ზოგს უფრო მეტი ენერგია. ზოგადად. დასაწყისში ხო ახსენეთ, რომ ენერგია შევს ენერგიას. თავარია რომ მიხვიდე იქამდე. და რომ მიხვალ და შეხვალ პირობითად არ აქვს არსებითი მნიშვნელობა დარბაზი იქნება თუ რა იქნება. მართლა ეზოს ტრენაჟორი რა და დაიწყებ ამ მოძრაობას. მე უკვე შენ თვითონ
შენი ორგანიზმი გამოყოფს ენერგიის ჰორმონებს, ენდორფინი, ადრენალინი და ასე შემდეგ. შესაბამისად, თავს გრძნობ უფრო ენერგიულად. იმიტომ რომ აქ ნახეთ, ჩემი კორტიზოლი დაბლა დაიწია და იქ ორგანიზმმა კორტიზოლის მაგრად გაუშვა ენერგიის ჰორმონები. და რატო აქვთ ადამიანებს უფრო მეტი ენერგია? ეს ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი მაინც გონია ჰორმონალური ბალანსი. იმიტომ ნახე, თუ ჩემი ფარისებრი ჯირკვალი წყობაში არ არის, თუ ჩემი ინსულინი გრძნობიარე არ არის, თუ ჩემი კორტიზოლის მრუდი დარღვეულია, დარღვეულიაში გულისხმობ იმას, რომ წესით ჯანმრთელ ადამიანს კორტიზოლი დილით უნდა კონდეს პიკში და საღამოს ადგილი გაუთავისუფლოს მელატონინს. მაგრამ ეს თუ შებრუნებულია და ეს მრუდი დარღვეულია, ესეთ შემთხვევაში მე დილით ვერ ვდგები და ღამით ვერ ვიძინებ. თუ ტესტოსტერონი ან ესტროგენი გააჩნია ხალხალურად უკაცრიელ დისბალანსია, ესე დროს ფიზიოლოგიურად ენერგია მე ვერ მექნება. ოკეი, ეს და ჯანსაღ ადამიანს ეს ყველაფერი აქვს წყობაში. ამ ხრივ ალბათ შესაბამისი შემოწმებებით, პერიოდულად საჭიროა თან ალბათ თუ რაღაც ეს ქრონიკულად უენერგიოდ ვართ, ალბათ მაგ შემთხვევაშიც ერთ-ერთი ნიშანი ეს არის ხო და რაღაც მარტო აუცილებლად ფიზიკური აქტივობა შეიძლება არ იყოს გამოსავალი. აუცილებლად ყველაზე მეტ ჩამოსთვლილი გვფიტავს, აი რაც არ უნდა კარგად მეძინოს, რაც არ უნდა კარგად ვიკბებო, მე თუ ეს ყველაფერი წყობაში არ მაქვს, შეუძლებელია რომ ენერგია მქონდეს. ასევე ახსენა ისიც, რომ აი ღამე კორტიზოლ, მელატონინი უნდა გაიზარდოს, დილით კორტიზოლი, ზუსტად რაღაცა ეს გვაღვიძებს, მაგრამ ასევე ბევრი ვარჯიშობს ღამე. ეს ვიცით, რა ცნობილი ფაქტია და ამ დროს ღამეც ისევ ამ ვარჯიშით კორტიზოლს ვაგდებთ ზემოთ. ამ შემთხვევაში რამდენად რეკომენდებულია და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ანუ რაღაც საჭიროა რომ 2-3 საათის შემდეგ დავიძინოთ, მანამდე არ ვივარჯიშოთ და აი მაგაშიც რას დაახლოებით 4 საათით ადრე დაძინებამდე შეგიძლია რომ ივარჯიშო ადამიანმა, მაგრამ 11 საათზე თუ ვარჯიშობ და 12-ზე მიდიხარ და იძე ფიზიკურად ვერ დაიძებ, იმიტომ რომ ამ დროს შენი კუნთები გამოგვიძებულია. 4 საათით ადრე უნდა დავამთავრო ვარჯიში, ხო? კი. ნახე, ძილის დროს ახლა ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიური საათი არის ეგრე მოწყობილი, რომ ტვინი ნელ-ნელა ემზადება უკვე დასაძინებლად. და მე რომ მივდივარ დარბაზში და ვაკაჩავებ ჩემ კუნთებს და ვააქტიურებ, ვერ მოისვენებს, კი დავწვევი, მაგრამ ვერ მოისვენებს ჩემი ორგანიზმი, იმიტომ რომ გამოცოცხლებული არის და მოძრაობაში ირდება. ოკეი, გასაგები. ასევე მინდა გითხო ფიტნესი ზოგადად ჩვენს ასე ვთქვათ ფოკუსსა და პროდუქტიულობაზეც როგორ გავლენას ახდენს. ახლა ფიტნესი არ არის მარტო ფორმების, კუნთების ფორმირება და ფორმების მიღება და გამოძერწვა. ჩემი ტვინის მთავარი ბიოსტიმულატორი არის მოძრაობა, მოდი დავარქვათ მოძრაობას. იმიტომ რომ კვლევებითაც დადასტურებული არის ეს, რომ ადამიანები, ვინც ვარჯიშობს და განსაკუთრებით თუ დილით ვარჯიშობს, ან ლანჩის პერიოდში ვარჯიშობს, ესეთ დროს 2 საათი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, აი სადღაც 2 საათის განმავლობაში შეუძლია რომ მარტივად აითვისოს ბევრად მიღებული ინფორმაცია, უფრო პროდუქტიული იყოს, ეს კვლევებით არის დადასტურებული, რომ 27%-ით ზრდის ვარჯიში BDNF-ი ქვია ამას, ჩვენი ორგანიზმი გამოყოფს, აბრევიატურით არის BDNF-ი, მაგრამ რეალურად ქვია body derived neurotrophic factor. ანუ ეს არის პროტეინი ერთგვარი რა, რომელიც პასუხისმგებელი არის ახლის შესწავლის უნარზე, განვითარებაზე, ტვინის იმ ნაწილში განსაკუთრებით აქტიურად მიდის, ესე რა ვთქვათ. ამიტომ ზუსტად 27%-ით მეტად ეფექტურად მუშაობს ადამიანი, ვინც დილას ვარჯიშობს. ახალ უნარებსაც უფრო მარტივად ითვისებს და ბევრად უფრო მყარია, ესე რა ვთქვათ, სამუშაო პროცესში. ძალიან საინტერესოა ეს, არ ვიცოდი ნამდვილად. ძალიან საინტერესოა. მივიღე პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ გამოსადეგი რამ ყოფილა და შეუძლია ასე ვთქვათ, წაახალისოს ბევრად ჩვენი
კოგნიტური შესაძლებლობების როგორც ვთქვი. აუცილებლად. და ალბათ ამას რა ვიცი, ბევრ ჩვენ თავზეც გვექნება გამოცდილი ეს ყველაფერი. ასევე მინდა გკითხო, აი ბოდიში საუკეთესო იდეები ძალიან ბევრს დაბადებია, მაგალითად დარბაზში. დარბაზში გასახდელში, რომ აი ამან დაარტყა თავში და ძალიან კრეატიული იდეა შეუქმნია. ამიტომ წავიდეთ გასახდელებში, დარბაზის შეიძლება გასახდელებში. დარბაზის მერე აბაზანა და იქ გონია რომ მე ის დუშის ბრალია. ხო. ეგეც შეიძლება იყოს. კომპანიების ჭრილში, ხა მაინც ისეთ გარემოში ვართ, ეს უნდა გითხო. კომპანიებისთვის შენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერი კომპანია საკუთარ თანამშრომელს სთავაზობდეს ესეთ სამუშაო პირობებში ფიზიკურ აქტივობას, სპორტულ აქტივობებს და მსგავს პროგრამებს და აი რა შეუძლიათ რომ გააკეთო. მე მგონია რომ სასურველია კი არა აუცილებელია ეს ყველაფერი რა. ეს შეგვიძლია ჩვენ ორივე მხრიდან ახლა გავყოთ და შევხედოთ. ნახე, რატო არის ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი როგორც თანამშრომლისთვის? იმიტომ რომ მე ჩემი კომპანიისთვის არ ვარ აი ეს და მნიშვნელოვანია ჩემი ჯანმრთელობა ჩემი კომპანიისთვის, შესაბამისად მიზნის ლოიალობას ეს ყველაფერი და სამუშაო განწყობას ბევრად უფრო უკეთესი მაქვს. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია team building-ი, სწორი team building-ი, მაგალითად სპორტული აქტივობები, ფეხბურთის ტურნირები, იოგას კლასები, რაღაც არ ვიცი, ნუტრიციოლოგის მოყვანა სამსახურში, კომპანიაში, აი ეს პროცესი ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ იერარქიული ბარიერი იშლება ზემდგომ და ქვემდგომს შორის. არ ვიცი, თუ მისაღები ფრაზა არის ეს. კი, ძალიან. და სხვადასხვა ამპლუაში იცნობენ ადამიანები ერთმანეთს, რაც უფრო მეტად აძლიერებს ვფიქრობ გუნდს. და რატო არის მნიშვნელოვანი ჩემთვის როგორც ბიზნესისთვის? პირველი, ბიულეტინები მიმცირდება. ბიულეტინები მიმცირდება. ჩვენ თქვენს ძალიან რელევანტურია. კი, იმიტომ რომ ესეც კვლევებით არის დამტკიცებული და კარგი საფუძველი აქვს ამ ყველაფერს, ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად აქტიურები არიან, უკეთესი იმუნიტეტიც აქვთ. და ზურგის ტკივილიც პირობითად ნაკლებად აწუხებს. შესაბამისად, არ მიცდენენ სამსახურს რაღაც მიზეზის გამო. ამასთანავე, მენტალურად გადამწვარი თანამშრომელი მე შეიძლება ბევრად უფრო ძვირი დამიჯდეს, ვიდრე აი ეს ფიტპასი. პირობითად ფიტპასი. იმიტომ რომ სადღაც ჩემი თანამშრომელი გაჭედავს და აერორებს და წავა სამსახურიდან. შესაბამისად ეს შეიძლება ძვირის დამიჯდეს მე. ამიტომ თან მით უმეტეს თუ ჩემი თანამშრომელი ფიზიკურად აქტიურია, უფრო მეტად და სწრაფად და ხარისხიანად გამიკეთებს საქმეს, პროექტსაც უფრო სწრაფად გამიკეთებს და ხარისხიანად. ვიდრე გამოფიტული და რაღაცა მოთენთილი კადრი მუდმივად. და სხვა თუ არაფერი ძალიან მიმზიდველი არის ზოგადად. ბაზარზე მსგავსი კომპანიები ჩემი აზრით. საბედნიეროდ შეგვიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ტიპი საქართველო ამ ყველაფერს საკმაოდ ხშირად აკეთებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ძალიან მომეწონა ის ფაქტიც, რაც აღნიშნა ეს იერარქიული ბარიერების მოშლა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კომპანიის ასე ვთქვათ, იმ მდგომებთან შენ უშუალოდ იქ ფეხბურთს თამაშობ და ის სხვანაირი ურთიერთობას ყალიბდება და ნებისმიერ თანამშრომელთვის ძალიან მამოტივირებელი და უფრო სახალისო ამბავია თან მე ოფისში რო ხვდები უკვე სხვანაირად ხარ რა აღარ შეიძლება ის აღარ უყურებო ხო დაძაბულობა აღარ გაქვს კი და სხვა თუ არაფერი შენ იცი რომ მნიშვნელოვანი ხარ შენი კომპანიისთვის კი ესეც ცალსახად შენარჩუნებისთვის და ლოიალური თანამშრომლისთვის რაც ახსენე გუნდის წევრისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ არის ბოლოს მინდა გთხოვო თუ შეგიძლია რომ რაიმე ესეთი რუტინა გაგვიზიარო შესთავაზო ადამიანებს ან რჩევა რუტინა ოფისში მომუშავე ადამიანებისთვის როგორი შეიძლება იყოს აქტიურად გამოიყენეთ დასვენების დრო აქტიურად გამოყენებაში უგულისხმობ შემდეგს რომ გაიარეთ, გაისეირნეთ სამსახური რამდენით ფეხით ან როგორც ახსენე ერთი ორი გაჩერებით ადრე ჩამოდით ფეხით გაისეირნეთ უფრო სწრაფად მიხვალთ ამ საცობების დროს და თან ამ ყოველ თქვენს ორგანიზმს უფრო მეტად სიცოცხლის უნარიანს გახდით.
გააკეთეთ პატარ-პატარა გაწელოები, ხშირად ადექით, ეცადეთ რომ ხშირად ადგეთ, ყოველ ნახევარ-საათში რომ დააყენოთ, მაგვიძარა და დარეკავს თუ რა ადგეთ და გახვიდეთ, რა ვიცი, ფანჯარასთან აივანზე გარეთ და გაიხედოთ შორს, რომ აი თქვენი თვალები, აი აქედან მე აქეთ თუ გადმოვედი და მაინც ეს გავაკეთე, ჩემი თვალები არ ისვენებს, მაინც დაძაბული არის. შესაბამისად, ჩვენი თვალებიდან რომ მოვხსნათ მთელი ეს დაძაბულობა, კარგი იქნება, რომ აი ყველანაირ მავნე გამოსხივებას მოვერიდოთ. გამოიყენეთ კიბე ლიფტის ნაცვლად. ძალიან ეფექტურია, თქვენს ნაბიჯებსაც შეავსებთ და ჯანმრთელობას გამოაცოცხლებთ, მეტაბოლიზმს გამოაცოცხლებთ, სისხლის მიმოქცევას გამოაცოცხლებთ და ყველაფერი ეს საბოლოოდ ისევ თქვენივე ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ვარიანტია. გააკეთეთ ბუქნები, როგორც ახსენე, აზიდვები, პლანკა. პირობითად სახლში სადილის კეთების დროს გააკეთეთ 10 ბუქნი გააკეთეთ. 15 ბუქნი გაიგა უნდა ბუქნის გაკეთებას, ხა? გაიწელეთ კარგად ოფისში. არ წარმოადგენს ჩემი აზრით ეს პრობლემას, რომ აი ოფისში გაიწელო. პირობითად. დაიცავეთ კვების მინიმუმი და მიიღეთ წყალი. წყალი ძალიან კარგია, მაგრამ თუ ძალიან დიდი ხანი ოფისში გიწევს მუშაობა და შენი სვლა გრძელვადიანი არის, ესეთ შემთხვევაში შენი ორგანიზმი ელექტროლიტებისგან იცლება. ამიტომ სულ თუ არაფერი მინიმუმ მაგნიუმით მდიდარი საკვები რომ მიიღო, ან თუ იქნება საკვების სნეკი, თხილი მაგალითად. ან მუში ან რაღაც მსგავსი და დაეხმარო შენს ორგანიზმს შეავსოს ეს მინერალებიც. გასაგებია. მე მგონი რომ საინტერესო რჩევებით მოვისმინეთ ჩვენსგან. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მომეწონა. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მომეწონა და ბევრი რაღაც ახალი რაღაც გავიგე და დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს და მსმენელსაც, ჩვენი მაყურებელი და მსმენელიც იგივეს ჩათვლის და იგივეს იფიქრებს. მადლობა კიდევ ერთხელ რომ დაგვითმეთ დრო. საინტერესო იყო. LinkedIn-ზე ვიცი რომ აქტიურობ და ამიტომ აქ შემიძლია რომ პირდაპირ ურჩიო მაყურებელს რომ LinkedIn-ზე მოგძებნონ და შენს იქ ფანტასტიკურ რჩევებსაც ადევნონ თვალი. აქედან საკმაოდ ბევრი ინფორმაციას მიიღეთ და თუ არის კიდე რაც შეგვიძლია რომ უთხრათ მაყურებელს, სად გადევნონ თვალი, სად გამოყვნენ სოციალურ არხებში და ასე ვთქვათ, არ ვიცი, როგორ გადევნონ თვალი თუ უნდა ჩვენგან მეტი ინფორმაციის მიღება. შეუძლიათ TikTok-ზე მიპოვნონ, LinkedIn-ზე, Instagram-ზე. მარიამ ძიძიგური, ასე გიპოვით ყველა არხებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით გემშვიდობებით.